საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ინოვაციური სამეცნიერო კვირეული გაიმართება. პროგრამა მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც სურს ბიოტექნოლოგიების შესახებ მეტი გაიგოს და მცენარეთა კვლევის უახლეს მიღწევებს გაეცნოს. ამ დროისთვის მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. კვირეულში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს, ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტებს, ასევე ბიოლოგიით, ტექნოლოგიებითა და გარემოს დაცვით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა ინოვაციური ტექნოლოგიებით. ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში გაიმართება სამეცნიერო კვირეული. ორგანიზატორთა განმარტებით 5-დღიანი ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მსურველები მიიღებენ ლაბორატორიაში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას, გაეცნობიან უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას და ექნებათ წვდომა საგანმანათლებლო მასალებთან. ეს კვირეული გრძელდება 5 დღე. განკუთვნილი არის სკოლის მოსწავლეებისათვის და ამ სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის არის სრულიად უფასო. კვირეულში ჩართული არიან ახალგაზრდა მეცნიერები, ასევე გვყავს მენტორები, რომლებიც წარმოადგენენ საკმაოდ გამოცდილ მეცნიერებს და მათ მენტორობის ქვეშ ხორციელდება ეს პროექტი. გეგმილია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სამუშაოები, რომელსაც ჩაატარებენ თვითონ სტუდენტები. ისინი იმუშავებენ ლაბორატორიაში, გამოიყენებენ ჩვენთან არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკაში და ასევე გაეცნობიან სხვადასხვა თეორიულ მასალას. ამ კვირეულის მიზანია დააინტერესოს სკოლის მოსწავლეები მეცნიერებით და დაგეგმონ თავის მომავალი კარიერა ამ მიმართულებით. ეს კვირეული 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ყოველ კვირეულად ახალი ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ინოვაციური სამეცნიერო კვირეული მარტში დაიწყება. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. მწვანე ჯილდო ამ სახელწოდების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს. პროექტს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს. კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით 2024-2025 სასწავლო წლის საუკეთესო აღმზრდელის, მეთოდისტის და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების გამოსავლენად ტარდება. ორგანიზატორთა განმარტებით პროექტის მიზანია მასწავლებლებს აუმაღლოს გარემოს დაცვითი და აგრარული საკითხების სწავლების მოტივაცია და მისცეს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საშუალება. მწვანე ჯილდო არის გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ყოველწლიური კონკურსი, რომელსაც უკვე 2018 წლიდან ვატარებთ და ძალიან დიდი არის ინტერესი ამ კონკურსის მიმართ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პედაგოგს, რომელიც მუშაობს საქართველოს სკოლებში, რეგიონში თუ თბილისში არ აქვს მნიშვნელობა და ასწავლის პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს და განხორციელები ამას გარემოს დაცვითი და აგრარული მიმართულებით აქტივობები, იგივენაირად საბავშვო ბაღების მიმართულებით, საქართველოს ნებისმიერი მუნიციპალიტეტიდან შეუძლია მონაწილეობის მიღება მასწავლებელს. რა თქმა უნდა, მონაწილეობა უფასო არის და პირიქით კონსულტაციაც შეგვიძლია გავუწიოთ, თუ კითხვები ექნებათ მწვანე ჯილდოს კონკურსთან დაკავშირებით. განაცხადების მიღების შემდეგ გვაქვს მეორე ეტაპი, მოხდება განაცხადების გადარჩევა, შესაბამისი კომისია გადაარჩევს განაცხადებს, შემდეგ გვექნება უკვე მეორე ეტაპი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ უკვე მეორე ეტაპზე გასული მონაწილეები და პრეზენტაციების სახით მოგვაწვდიან ინფორმაციას უკვე ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, იმ საკითხების შესახებ და პროგრამების შესახებ, რომლებიც მათ განახორციელეს თავის სასკოლო თუ საბავშვო ბაღის სივრცეში და მის გარეთ და ამის შემდეგ უკვე მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა. მეორე ეტაპი განხორციელდება მაისის დასაწყისში. მთავარი მიზანი არის ხელი შეუწყოთ ჩვენ ქვეყნის მასშტაბით გარემოს დაცვითი და აგრარული საკითხების სწავლებას, მათ ინტეგრირებას სასწავლო პროცესში, მოსწავლეების ახალგაზრდების აღზრდას უკვე გარემოს დაცვითი და აგრარული უნარჩვევებით და მეთოდებით, იც რაც სჭირდება ამ სექტორების განვითარებას და მთავარი მიზანი არის მასწავლებლების მოტივაცია და იმ საუკეთესო მასწავლებლების და აღმზრდელების გამოვლენა, რომლებიც ცდილობენ მთელი წლის განმავლობაში, რომ დანერგონ გარემოს დაცვითი და აგრარული საკითხები და შეაყვარონ ეს სფეროები მოსწავლეებს. კონკურსში მწვანე ჯილდო მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 20 მარტს დასრულდება. პროექტის გამარჯვებული გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს 5 ივნისს გამოვლინდება. ყველაზე მაღალი კვებითი ღირებულება წიწიბურას აქვს.
ამ საკითხზე მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს. სპეციალისტების განმარტებით წიწიბურა მნიშვნელოვნად ზრდის ადამიანის ორგანიზმში სირტუინების დონეს და ასევე აქვს მთელი რიგი დადებითი ეფექტები. კვლევის შედეგები ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა. სპეციალისტების განმარტებით სირტუინები ცილების ოჯახს განეკუთვნება, რომლებიც ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნასა და გლუკოზის მეტაბოლიზმში მონაწილეობს. ასევე ჩართულია მრავალ უჯრედში და პროცესში, მათ შორის დაბერების მექანიზმების რეგულირებაში. სწორედ აღნიშნული ცილების მაღალი დონე დაბერების პროცესებს ანელებს და ზრდის ორგანიზმის სტრესის მიმართ მედეგობას. როგორც მეცნიერებმა განმარტეს, წიწიბურა მდიდარია მცენარეული ცილებითა და ამინომჟავებით, რომელსაც ორგანიზმის საკუთარი ცილების საწარმოებლად იყენებს. ის მდიდარია ადვილად ასათვისებელი მცენარეული ცილით, სახამებლით, ბეჯგუფის ვიტამინებით, კალიუმით, ფოსფორით და მაგნიუმით. მასში უხვადაა არგინინი და ლიზინი. სპეციალისტების მოსაზრებით ასევე მისი მიღება სასარგებლოა გულისა და ღვიძლის დაავადებების დროსაც.